თავარი მკვლელი დავაფიქსიროთ. იგი რამდენი მოკალი? სიმართლე მითხარი. ყველა. დღეიდან შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ხოხბებო, კურდღლებო, ქათმებო, წიწილებო, იხვებო, ბატებო. სიო. გადაბიტმა ამოხოცა. პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით, მოგესალმებით ყველას. დღეს ვატარებთ ნადირობას დაცებელზე. სოფელ გავაში, სადაც ვაპირებთ ენდემური ფრინველების გაშვებას, მომრავლებას და ტერიტორიაზე უნდა ამოვიღოთ დაცებელი. ეს ბოლო ერთი კვირა ორჯერ დაფიქსირდა ფერმებზე თავდასხმამ დაცებლისგან და უნდა მივიდეთ და ჭერს დავუდგეთ გვერდში და გავაკეთოთ ეს კარგი საქმე და ამოვიღოთ დაცებელი ბუნებიდან. ეხა ველის ციხეში შევგვიჩდებით ბიჭები, მოდიან თბილისიდან და წავალთ გავაზის მიმართულებით. აბა დროებით და დაგიბრუნდებით აი ვიდეოებით და კარგი ამბებით. ველის ციხეში შევგვიჩდით და უჯა, აბა ორი სიტყვით ეხლა. დღეს როგორი გეგმები გაქვს? გეგმა დავდგები ადგილზე. იმედი არა მე გამოირმეს. სინასავით ქიტებს არ დავთვლი. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. კი ბატონო, წავედით ეხლა გავაზის მიმართულებით და დაიწყო ბიჭები საგერბელოდებიან. ნახოთ რა იქნება. საკმაოდ კარგად შევგვიჩდით. მოკლედ ჩავედით გავაში, გაგვწყვნენ ადგილობრივები. მაგრამ იმამ დაიწყო საკმაოდ ძლიერი წვიმარი და მედია სადაც მივდივართ არ იქნება წვიმა იქ. მცირედი წვიმა იქნება და დაგვაწდის ნადირობას. მივედით შეკრების ადგილას და ეხლა დავიგეგმებით საით რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, სადაც ვატარებთ ნადირობას იქ არ შევგვიჩდით, რომ ხმაზე არ გაგვივიდეს მტაცებელები. შევგვიჩდებით აქ და დავიწყებთ უკვე ნადირობას. შეკრეფილები ვართ. ესე იგი, ჩვენ დღევანდელი დღე არის გამიზნული მისთვის, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, მოვაშოროთ ის ჭირი, რომელიც კი, ატერორებს, ხო? კი ბატონო. როგორც გუშინ წინ სამიცალი ბატკანი შეუჭამა მთელი. სავარაუდოდ ამ ტერიტორიაში უნდა იყოს. ძიაო, რა სიტყვი ძიაო? აბა, დღევანდელი ნადირობაზე. ხო, ძალიან მოტივირებული ვართ ხალხი. ენერგიაზე ვართ. და ერთი სული გვაქვს, მალე დავსხდეთ სუფრასთან. ტრადიციულად დავდევით უკვე ჩვენი საქციელი, ჩვენი ნადირობა, ჩვენი მეგობრობა ყველაფერი. და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, აი თავყრილობა გვაქვს, კაცების თავყრილობა გვაქვს, ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის კაცობა, ეს არის ბუნების სიყვარული, ეს არის მეგობრობა და ყველაფერი რა. ამას დღევანდელ დღეს ჩვენ და ამ ნადირობის, ამ დაცებელის გამოხშირვას საფუძველი ჩაუყოთ ჩვენმა დიდებულმა საქმემ, როცა დავიწყეთ ჩვენ
სანადირო ფრინველების, კაკაბი, გნოლი, ხოხობის გაშვება ვერ მოკლედ გიგი დავაყენეთ, აი იქ უკვე და ჩვენს დგებით ნომრებში ნელ-ნელა ქვემოთ ბიჭები წავიდეთ 13 კაცი ერთგან აი სად არის კვალი და ნახოთ რა იქნება იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის და იქნება ათირი ეს რა წყალია შენ დაგენახა 80-იანებში წყალი აქ კახა კიდე ბოტასებიც ამოვიღე ნათლობაში მიდისო მოდი ეს ისინი მოდი ვაიმე გადამიყვანე განაცილდებით ყველა და სადღაც 10 წუთში დავიწყებთ უკვე კონცენტრაცია გააკეთე ამ ადგილზე. აქ მოდის. აქ მოყავთ. ეს როლი და ზაღლებს ჩაუდგე. მოკლედ ძალიან ცუდი წვიმა მოგვივიდა. ეს სარეკი აღიშალა გამოვედით და ერთი ცალი გამოვიდა ჩვენ მხარეს სტუმარმა ესროლა. მე ვესროლა შორ მანძილში დაიჭრა და რაღაც გარკვეული მანძილი გაიარა და ზაღლები მიადგა. მოკლედ ერთი ცალი ავიღეთ. ეხლა გავდივართ მანქანებთან. წვიმამ გადაიღო და სხვა სარეკს გავაკეთებთ მეორე სარეკს და იმედია ამინდი დაგვაცდის და რაღაცას ავიღეთ რა. ეს დღე ისე არ გაივლის. მოკლედ გუჯა ერთი სარეკი ჩავამთავრეთ, სულ ხელი შეგვეშალა, ვეღარ განვაგრძეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ჯუტები ვართ. და წავალ მეორე სკედი გავაკეთე აუცილებლად. ერთი ცალი წამოვიღეთ, სამი ვერ გამოიტანეს და ერთი დაჭრილი შორს მოხდა და ვერ გადავედით, დიდი წყალი იყო და ვერ წამოვიდოთ ის. ერთი ცალი ფაქტიით გამოიტანეს. ამას ქვია რომ შედეგიანი ნადირობა იყო. შედგა ნადირობა და წარმოიდგინეთ რომ დღეს რაც გავაკეთებ იქნება. ამის შედეგი იქნება სუმცირე პლუს 50 ხოხობი და 1 კუბი. და კიდე გავაკეთებთ მეორე სარეკს და ნახოთ. დიდი ალბათობით ამინდიც დაგვაცდის და შედგება მეორე სარეკი. აბა, დროებით და გაგიზიარებთ ყველაფერს. მოკლედ, მოვიდეთ მეორე ლოკაციაზე. გავნაწილდებით ახლა. დავდგებით ნომრებში, ცოტა კი დავსვათ, მაგრამ არა უშავთ. ბატონო, თქვენი მანქანა იქამდე ბოლომდე მივაიქრო. შეგიძლიათ რომ მანქანა გამეშვა. არა, მე დავრჩე. მართალია.ავლაგდით ნომრებში და ეხლა კიდე დაგვრჩა ერთი 7 კაცის ნომრები და
აქ არის ძალიან რთული სასროლი მაქვს. პატარა მონაკვეთი მაქვს აქ. გამოსასვლელი აქვს სასროლი და აი იქ თუ გადმოვიდა. 3 გამოსასვლელი აქვს, 1, 2 და 3 იქ. არის 1 აჰა, გაინაწილეთ ეგე. დავამთავრეთ მეორე სარეკიც. ჩამთავრდა სადღაც 1:30-35 პატრონა გავარდა. სავარაუდოდ კაი რაოდენობა აიღეს ბიჭებმა. ძაღლემაც იდეალურად იმუშავეს წინა სარეკთან განსხვავებით და ნახოთ, გამოიტანენ ყველა, არავინ არ დატოვებს შიგნით და ყველა გამოიტანს გარეთ და ნახოთ რამდენი იქნება. არადა 9 9 საკრალური. მაინც ხوار მოინაგე. 7 9 3 ყველაფერი. თავარი მკვლელი დავაფიქსიროთ. იგი რამდენი მოკალი? სიმართლე. ყველა. დღეიდან შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ხოხბებო, კურდღლებო, ქათმებო, წიწილებო, იხვებო, ბატებო. სიო. და ბიჭმა ამოხოთ. დღევანდელი ნადირობა დასასრულს მიუახლოვდა. 9 ცალი ავიღეთ ჯამში და 5-ის გამოტანა კი შევძელით. 4-ის ვერ შევძელით გამოტანა, რადგან წყლის იქით მხარეს იყო ნაპირსა, ვერ გავიგდოდით. დღევანდელი ნადირობა ჩატარა ძალიან კარგად. ამის მერე კიდე გავაკეთებთ რამოდენიმე ნადირობას და მერე გავუშვებთ ხოხობს ამ ტერიტორიაზე. პირობები ძალიან კარგი აქვს, რაც შევამოწმეთ და მოკლედ დაგემშვიდობებით დღევანდელი დღით და შემდეგი ვიდეოს დაელოდეთ, მალე იქნება. აბა, კარგად იყავით.